ჩვენ როგორც კი შევალთ საკრებულოებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი ინიციატივა, რომლითაც ეგრევე წარდგებით, ეს იქნება მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რეგიონებში იქნება მათ შორის მამაპაპისეული მიწების დაკანონების გაადვილება, ჩვენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას გავუწევთ იმ ოლიგარქიულ მიდგომას, როდესაც რეგიონებში და სოფლებში რაღაცა ერთი ადამიანი, ვიღაც ბიზნესმენი, რომელიც ხშირად არც არის ხოლმე იმ მხარის მკვიდრი, რაღაც უზარმაზარ ტერიტორიებს, ტყეებს და მიწებს ისაკუთრებს და მოსახლეობას, სოფლის მკვიდრებს იმის უფლებაც არ აქვს, რომ რაღაცა შიგნითი შევიდნენ, ან თუ რაღაც მინდორია, ან ველია, საქონელი რო შეუშვან. ანუ აი ამ ფაქტების წინააღმდეგ ვიქნებით, აი შეუპოვარ წინააღმდეგობას გავუწევთ. ამიტომ ჩვენთვის, ეროვნულ კონსერვატიული ფლანგისთვის, ამ არჩევნებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა იმისთვის, რომ ჩვენ შევაღწიოთ ლეგალურ პოლიტიკურ სივრცეში, იმიტომ რომ მართლ კლასს და ლიბერალურ ძალებს არ უნდა ჩვენნაირი ძალები, რომ ამ ველზე იყონ. მათ უნდათ, რომ ჩვენ ვიყოთ რაღაც იატაკქვეშ, ქუჩაში ვიყოთ, არ ვიყოთ დათვლადი, არ გქონდეს ლეგიტიმური წარმომადგენელი კონსერვატორების საქართველოსთვის.